გოგოებო, შოქში ვარ, ეს რანაირი გზა არის? პირველად მივდივარ სკოლაში ამ გზით. დიანა, მაგრამ ეს ყველაზე მოკლე გზაა სკოლამდე. ხო და თუ გინდა რომ მალე მიხვიდე სკოლაში, მოკლე გზით უნდა წახვიდე. ხო, მაგრამ მიჩვეული არ ვარ ასე სიარულს. მაგრამ დღეს არავინ არ არის, რომ სკოლაში მანქანით წაგვიყვანოს. სხვათა შორის გოგოებო, უკვე ჩავალაგე ჩემოდანი ზაფხულის არდადეგებისთვის. რამდენიმე კარგი ტანსაცმელი ჩავდე, ლამაზი საცურაო კოსტუმი და ულამაზესი ზაფხულის კაბები. იმედი მაქვს სწავლებები გაიმართება, სადაც მივდივართ. დიანა, გახსოვს დამპირდი, რომ მათხოვებდი შენს საცურაო კოსტუმს მოლურჯო მომწვანოს. გახსოვს, მათხოვებ? კარგი, ნასტია, გათხოვებ. ნასტია, მაშინ შენი ზედა მათხოვე. რომელი? გულებიანი? არა, ტუჩები რო ახატია. კარგი, მე გავიგე. გოგოებო, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ვიღაც გვიყურებს. კნოპა, კარგი რა. აქ არავინ არ არის კნოპა. არის არავინ მე. ხედავ, არავინ არ არის. გოგოებო, მაინც მეშინია. კნოპა, სერიოზულად, შენ თვითონ თქვი რომ კარატეზე დადიოდი. კი, დავდიოდი, მაგრამ გოგოებო, ვინმე თუ თავს დაგვესხა, კარატე არ გამოგვადგება. კარგი, გაკვეთილები მალე იწყება, ამიტომ ჩქარა უნდა მივიდეთ სკოლაში. გოგოებო, უკვე ვგრძნობ, რომ ამ ზაფხულის არდადეგებზე ძალიან მაგრად გავერთობით. ვიღაცის გარბენის ხმა გავიგე. კნოპა! შენ თქვენით გაიხედეთ, რაღაც ცხოველია. არ გაინძრეთ. ეს ცხოველი არ არის, გვაგვიანდება სკოლაში. გაგვიშვით. მე გავარკვევ ამას. ჰეი, მომისმინენი ღბიანო, ახლავე თუ არ გაგუშვებ სკოლაში, გაჩვენებ ჩემს ძიუდოს. წარმოდგენაც არ გაქვს რა მაგარი ვარ. დიანა, შეცდომას უშვებ. სერიოზულად გაგვიშვი, თორემ პოლიციას გამოვუძახებ. არ იჭერს აქ. ჯანდაბა, რანაირად არ იჭერს? არა, არსად არ გაგიშვებ. ახლა თქვენ საფრთხეში ხართ. ვაიმე, ღმერთო ჩემო, ახლა მეც მეშინია. დაგვეხმარეთ! ხოთ! აქ მაინც ვერავინ არ დაგეხმარებათ. მომისით თქვენი როულები. დიანა, ყოველთვის ყველგან დაგიცავ, ეს შენთვისაა. რომეო, ჩვენი გიხარ! გოგოებო, მოიცადეთ, რომეო სხვათა შორის მე გადამარჩინა, რომეო, მადლობა. გოგოებო, სკოლამდე მიგაცილებთ, აქაურობა არ არის უსაფრთხო. რომეო, შოქში ვარ, ძალიან დაგვეხმარე, ჩვენი გმირი ხარ. ჩვენი როულების აღება უნდოდა, ნეტა რაში სჭირდებოდა. ხო და იქ ცუდი ნიშნები გვაქვს, თავს შევირცხვენდით. ვისთან, ამ მასკიან ადამიანთან? დიანა, ვიფიქრე რომ დღეიდან ყოველდღე მიგაცილო სკოლაში. მაინც გოგო ხარ და არ შეიძლება მარტო სკოლაში სიარული. არ არის უსაფრთხო. არა, რომეო, არასწორად გაიგე. ზოგადად მანქანა გვაკითხავს ხოლმე და მძღოლს მოვყავართ სკოლაში, მაგრამ დღეს მოგვიწია ასე წასვლა. რომეო, გაგვაცილო ხოლმე. რომეო, ერთი წამით. გოგოებო, რომეოს ნუ ეკრობით. ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ. რომეო, ისეთი მამაცია. აქ როგორ გაჩნდა? ნასტია, ბედმა გამოგვიგზავნა, ბედმა. ზუსტად. მასკოთ, ხო არ იცი გოგოები სად არიან? ნახევარი საათის წინ უნდა მოსულიყვნენ. ყველაფერს გეუბნებიან, უნდა იცოდეს სად არიან. მეგობრებო, უკვე დაურეკე და ვკითხე სად იყვნენ და მითხრეს რომ სკოლაში მოდიოდნენ. მე რა შუაში ვარ. იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცას მალავ. ხო, და რომეოც არ მოსულა, კალათბურთელი. გოგოები მოვიდნენ? არა, ები არ მოსულან. კარგი, ალბათ მათ მშობლებთან მომიწევს დარეკვა. ები, ეს არ არის საჭირო, ჯობია ჯერ გოგოებს დაურეკოთ. დავრეკე უკვე და არ იჭერს. ალბათ კიდევ გადაწყვეტეს რომ გაეცდინათ. აი, მოვიდნენ გოგოებიც. გოგოებო, იჩქარეთ, ვარჯიში გაქვთ. სმაილ, გამარჯობა, მოდი აქ, რაღაც უნდა მოგიყვე. ისეთი რაღაც დაგვემართა. ასეთი რა უნდა მომხდარიყო, თუ თავს იმართლებ. რომეო, ყოველთვის როგორ უნდა აგვიანებდე? აბა ვარსკვლავებო, ახლა რაღა მოიფიქრეთ. გოგოებო, რატო არ პასუხობდით? წრთნელოები, მოგვისმინეთ, მართლა არ არის ჩვენი ბრალია. ისეთი რაღაც დაგვემართა. ტყეში ვიღაც ბიჭი გამოჩნდა. უნდოდა რომ ჩვენი როულები აეღო. და რომეო რომ არ მოსულიყო, ციდან ჩამოვარდა თითქოს, არც ვიცი რა დაგვემართებოდა. ხო, რომეო ჩვენი გმირია. ვაიმე, როგორი ისტორიაა, რომეო, ეს სიმართლეა? ხო, ტრენეროები ტყეში დავდიოდი და ვიღაცების ყურელი გავიგონე. მივედი და გოგოები იყვნენ საფრთხეში და ვიღაც ადამიანისგან გადავარჩინე. რომეო, და შენ რას აკეთებდი ტყეში? ხო, ჩვენ სკოლაში ტყით არავინ არ მოდის ხოლმე. და დიანა, შენ ეს ყვავილები საიდან იშოვე? იმ ვიღაცამ ხო არ მოგცა? არა, ეს ყვავილები ჩვენმა გადამრჩენელმა რომეომ მომიტანა და სმაილ ცოტა წესიარად ელაპარაკა, იმიტომ რომ რომეო რომ არ ყოფილიყო, არც ვიცი ახლა აქ ვიდგებოდი თუ არა. კარგი, გასაგებია. რომეო, მადლობა ჩვენი გოგოების გადარჩენისთვის. არაფრის, გოგოებს ყოველთვის დავიცავ.
კალათბურთელებო, რას გახართ? ხელი მაინც ჩამოართვით, თქვენი გოგონები გადაარჩინა. მადლობა. დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ. ოღონდ ერთი რაღაც არ მისვის. დღეში ყოველთვის ყოველებით დადიხარ? არა, უბრალოდ დღეს ტყეში შევგრიფე. კარგი, ტყეში აგრიფე. მიდი ბურთი აიღე, ვარჯიში დავიწყოთ. მორჩა გადაგარჩინეს, ვარჯიში დავიწყოთ. გოგოებო, ტყეში აღარ წახვიდეთ, ძალიან საშიშია. მივხვდით უკვე მწვრთნელოები. გოგოებო, მგონი მარტო ჩერლიდერობა კი არა, კარატეც უნდა გასწავლოთ ამ სკოლაში. მწვრთნელოები მე შემიძლია. დიანა, რომ შეგძლებოდა საკუთარ თავს დაიცავდი. გოგოებო, ნუ იცინით, მე ვიყავი ყველაზე მამაცი. კარგი, უნდა ვივარჯიშოთ. მოდით. GAMARJVEBA გამარჯვება. დიანა, პომპომები. GAMARJVEBA გამარჯვება. ბანი მაგარია. ბანი საუკეთესოა. მეგობრებო, ასეთი ცოტა რატო ხართ? ვალების აღება რო გინდათ რიგებში დგახართ და როცა გადახდის დროა, მარტო 4 მოხვედით. აი, ის გიხაროდეს რომ ვიღაც მაინც მოვიდა. რამდენი მოქსვალი? მეგობრებო, მინდა რომ ყველაფერი გადაიხადოთ, იმიტომ რომ მალე სკოლა მთავრდება და არ დადგები იწყება. მაგალითად დიანას 1500-ია გადასახდელი. აი, ის ამდენი რატომ? რა ვჭამე და რა დავლიე აქ საერთოდ? რატომ? შენი და ლეილას გამო, მეგობრები ხართ, მიდი ფული მომეცი. 1000, 500 ხვალ იქნება. პატრიკ, არ გინდა რომ გადამიხადო? არა, არ მინდა, მე რატო უნდა გადავიხადო? უბრალოდ მეგობრულად. კარგი, აი ეს მე და ჯიჯი ერთად რამდენი ვართ? კარგი, პატრიკი და ჯიჯი. 5000. ვა, ბევრი გიჯამიათ. პატრიკ, შენს ჯიჯის კარგი მადა აქვს. შემეშვი. აი ეს აქ 4000-ია. შეიძლება დანარჩენი ერთად რიგებზე გადაგიხადო. არა, პატრიკ, ძალიან დავიხარდე. ყოველთვის ეგრე გინდათ. ამიტომ სანამ სკოლა დამთავრდება 1000 უნდა დავუბრუნო. კარგი, აი ეს დავუბრუნებ. მისმინე, აი ეს კითხვაც კი მეშინია. რამდენი მოქსვალი? ჯული, მე თვითონაც მეშინია იმდენი გადასახდელი. 20000. როგორ? თითქმის არაფერი მიჭამია. ჯული, კარბონარას ყოველთვის სოკოთი ჭამდი, სოკო კიდე ძვირია. ფასები ხო იცი? აი ეს არ მაქვს ფული. ბლონდი? რა ბლონდი? ფული რომ ასეს ხო შეგიძლია გთხოვ? ჯული, მაშინ ამდენს რატო უკვეთავდი, თუ იცოდი რომ ბოლოს ვერ გადაიხდიდი? აი, ცოტა მაქვს. რამდენი? 3000. კარგი, მომეცი 17000 მერე მოიტანე. მისმინე, აი ეს იქნებ სხვანაირად, აი რო გავრეცხავ ჭურჭელი? არა, უკვე ჭურჭელს არის მანქანა რეცხავს, ქერა. აი ეს იქნებ რამე სხვა გჭირდება. ვერ გაიგე, გითხრა რომ 17000 უნდა მისცე. აი ეს ბაყაყებს. გომბეშვებო, თქვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს გადასახდელი, 40000. რა? მითხრეს რომ არაფერი შეუყვეთეს. აი თურმე ყველა ერთად, რატომ გახდა ცუდად? გომბეშვებო, ეს ჩემი პრობლემა არ არის. მთელი წელია ყველაფერს უკვეთავთ და თანხას არ იხდით. ახლა კიდე გადახდის დრო მოვიდა. კარგი, ესე იგი $100 არაფერს გადაწყვეტს, ხვალ იქნება ფული. ამათ შეხედე, მალე სკოლა მთავრდება, არ დადეგები იწყება. რამდენიმე დღე დარჩა. მე კიდე მიწევს რომ თითოეული ცალსაკე დავუჭირო, რომ თავიანთი ვალი გადაიხადო. აი, იქნებ კარამელის ლატე შევუკვეთო. გამარჯობა, სკოლაში სპეციალურად არ მოხვედით? ხომ, იცით რომ ამ ხელაბალი გვაქვს 40000? საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ფული? ახალი ტანსაცმელი 5500. გამარჯობა იანა, არ მოგენატრე? ეს შენთვისაა ლატე. გამარჯობა პატრიკ, რა? ეს ლატეა შენ მოგიტანე. შემთხვევით 1000 ხო არ გაქვს რომ ასის ხო? პატრიკ, ლატეს მყიდულობ და მე 1000-ით ხო? არ გამოვა. თან მეც მოქსვალია ის თან 500. კარგი იანა, გასაგებია. ჯული, ეს ლატე შენ მოგიტანე. გამარჯობა პატრიკ, მადლობა. ჯული, რაღაც უნდა მეკითხა. შემთხვევით 1000 ხო არ მასესხო? პატრიკ, 1000? მეც უნდა ვითხოვო ფული. 17000 მაქვს აი ის ვალი. კარბონარები ვჭამე ტრუფელი. კარგი ჯული, გასაგებია. ქერო. გაჩერდი, ლუზერებს არ ველაპარაკები და შენი ლატე არ მჭირდება. გადაიხდით ამისთვის. კარგი, ესე იგი კიდე 100 დამემატა. აქ ასე რატო ზიხარ? მიდი გამოიცვალე, თორე დაგინახავენ. დააწნარდი, ვერავინ ვერ დამინახავს. ხო იცი რაზეც შევთავდით? ფული სადაა? დროზე ნიღაბი მოიხსენი და ტანსაცმელიც გამოიცვალე. აი ფული. მოიცადე, ჯერ ხომ უნდა დავითვალო. კარგი, მიდი, ოღონდ ჩქარა. დააწნარდი, მე ჩემი საქმე შევასრულე, ამიტომ ახლა ფული უნდა დავითვალო. მე კი გამოუცვლი. არა, შენთან არ უნდა მოვსულიყავ. მიდი, ჩქარა. მოკლედ იმა გითხარი რომ მოვდივარ, დაგირეკავ. კოსტა, მე კიდე გითხარი რომ არ მოდიხარ, იმიტომ რომ ბოქსი მაქვს. შენი მეგობარი ვარ. მოიცა, აქ რა ხდება? 5000, 6000. მეგობრებო, არასწორ დროს მოხვედით, ახლა ბიზნეს შეხვედრა მაქვს. რომეო, მანდ ვისმალო, გოგოა? მეგობრებო, წადით, თქვენი საქმე არაა. კარგი, 10000-ია, ყველაფერი კარგადაა, გამოუცვლი. ფეხბურთელებო, გამარჯობა.
ვაჰ, ასე რატო იქცევი? მეგობრებო, ნახევარსაათში 10,000 ვიშოვე. თქვენ ეს შეგიძლიათ? არა, მაგითო ხართ ლუზერები. თავი მაგარ ფილმში მეგონა, თან ბიტას მეჭირა. ის კიდე გმირი იყო. მაგარია. მომისმინე 10,000 უნდა დააბრუნო, ყველაფერი გააფუჭე. რომეო დაწნარდი, ფეხბურთელების ნდობა შეიძლება. ხო არავის არ იტყვით. მოკლედ რომეო იყო დამცველი. დამცველი და ვის იცავდა? იცოდი, არაფერი აღარ თქვა. დიანა დაიცვა და ახლა ჩემი აზრით რომეო შეუყვარდება. ხო ვიცოდი, რომ ლუზერებთან საქმე არ უნდა დამეჭირა. მოიცა, არ მესმის და დიანოვისგან დაიცავი. მიდი, უფრო მეტი დეტალი გითხარით. არა, სმაილ, შენი საერთოდ არ მესმის. უნდა გიხაროდეს და რომელს მაგლიერი იყო, რომ გადაარჩინა შენი შეყვარებული. არა, დიანა, მომისმინე, ესე იგი რომეო არსაიდან გამოჩნდა, თან ყვავილებით. სმაილ, მოიცადე, ანუ ამბობ, რომ რომეო ყვავილებიანი რომეო უფრო გადარდებს, ვიდრე ჩემი გადარჩენა? რას ამბობ? მან გადაგვარჩინა სმაილ. სმაილ, რომეო ჩვენი გმირია. უნდა გენახა მარტო მარცხენა ხელით როგორ გაუმკლავდა. არა, მარჯვენა იყო. მარცხენა იყო მერი. გოგოებო, დაწყნარდით. მთავარი ის არის, რომ რომეო ან იქნებ რომეომ ყველაფერი გამოიგონა. სულსად მასკოტ, სწორად ფიქრობ. მასკოტ, რა თქვი? ხო, შენს ბიჭი ხარ და რა თქმა უნდა, იმავეს ფიქრობ, რასაც სმაილი და ტიმური იფიქრებენ, ხო? არა, უბრალოდ ცოტა უცნაურია, რომ ტყეში დადიოდით და ვიღაც შევხვდათ და მე რომეო არსაიდან გამოჩნდა, თან ყვავილებით ხელში. არაფერი უცნაური მასკოტ, უბრალოდ სასწაულია. ხო, სასწაული რაც ჩვენ დაგვემართა. თქვენ ვერ გაიგებთ. ხო, ესე იგი ჩვენ ბიჭები დებილები ვართ და თქვენ ჭკვიანები. ერთი ყვავილების გამო ვეღარ ფიქრობთ. არ მომწონს ეს რომეო. არ ვიცი, მე მომეწონა რომეოს აქციელი და ეს ვარდებით ლამაზია. სმაილ, კარგი იქნებოდა, რომ შენ ყოფილიყავი რომეოს ადგილას დღეს. მაგარია დიანა, მაგარია. დაივიწყე სმაილ, სიმართლეს რომეოსგან გავიგებთ. მაიკ, დავიღალე, ბანი მისევ დააგვიანა დღეს. საყვარელო დაწნარდი, მალე არ დადეგები დაიწყება და სიტუაცია შეიცვლება. მერე თინეიჯერების გაკონტროლება უფრო მარტივი იქნება. ახლა დაღლილები არიან, მთელი წელია სწავლობენ. მართლა გონია, რომ ადვილი იქნება, ქალაქ გაერცახში მივდივართ, წარმოგიდგენია რა მოხდება? იქ რა უნდა მოხდეს, უბრალოდ ყველა დავისვენოთ და გავერთობთ. მაიკ, როგორი გულუბრყვილო ხარ, თინეიჯერი არ ყოფილ ხარ? ქალაქ გარეთ სახლი არის წვეულებისთვის, თავგადასავლისთვის, უნდა დავაკვირდეთ. არ ინერვიულო, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ასეთი რაღაცების არ გვეშინია. შენთან მაიკ, მე არაფრის მეშინია. მასწავლებელო მაიკ, კალათბურთელები ხო არ გინახავთ? მეგობრებო, თქვენი აზრით მე მათ დავსდევ? ვერ გავიგე, აქ უფროსები საუბრობენ და რატომ შემოიჭერით რამდენიმე ფეხბურთელი? უბრალოდ კალათბურთელებს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა უთხრათ. ხო, ჩვენ რაღაც უნდა აუხსნათ. ხო და წადით და აუხსენით. ჩვენ ამ ყველაფერთან რა შუაში ვართ? რაც შეიძლება მალე მინდა რომ დავისვენო. ბოდიში მასწავლებელო მაიკ, ბოდიში ტრენეროები. კარგი, სად გავჩერდით? შენთან თავგადასავლების არ მეშინია. არის ხელი შოკოლადი. მისმინეთ ბანი ახლავე თუ არ გადაიხდით ბაყაყებისთვის, მაშინ მთელი ზაფხული გაგაწამებთ. არ გადავიხდით. ბლონდი ბაყაყებმა შეუკვეთეს, ბაყაყები იხდიან. სმაილ, არ მოჩი წუწუნს. მეგობრებო, დაწნარდი თავქვარ და ისე მადლობა უნდა გადამიხადო თქვენი გოგოების გადარჩენისთვის. ხო, მარტო იმიტომ რომ გადაარჩინე, რომ მათ თვალებში მაგარი გამოჩენილიყავი. არ გეყოთ. გაჩერდით, თორემ მე და გოგოები ავდგებით და კაფედან გავალთ ახლა. სტაფილოს წვენი გამიგეთებ. სხვა არ ჯობია რომ სხვა რომის წვენი გაგიგეთო, სტაფილოს საკმარისია. ანანასისას გაგიგეთებ. არა, სტაფილოს წვენი ჩემი საყვარელია. მისმინე, ლეილამ დარეკა და იკითხა რას გააკეთებ ზაფხულის არ დადეგებზე, დაისვენებ თუ იმუშავებ. ლეილას შეგიძლიათ უთხრათ რომ არ დადეგებზე დავისვენებ და ვიმუშავებ კიდევაც. გასაგებია, იქნებ შენთან ერთად ვიმუშაო მიმტანა ზაფხულში? ჯული, არა, მიმტანი უკვე მყავს და სხვა არ მჭირდება. 17,000 მომეცი. ჯანდაბა, კარგი მოგცე მაგ 17,000, მაგრამ ესე იგი ზაფხულში უნდა ვიპოვო რაღაც სამსახური. რომეო, იცოდე, მაინც ყველაფერს გავიგებ. კარგი, ცადე. კალათბურთელებო, ეს უნდა იცოდეთ. ფეხბურთელებო, რა მოხდა? დიანა, მე ყველაფერი ვიცი, როგორ გადაგარჩინეთ დღეს ტყეში რომეო. აბა თუ ხვდებით როგორ. აქედან. რა? ეს იმ ბიჭს ეცვა ტყეში. ვაიმე, ხო? მოგრე კალათბურთელებო, სიმართლე გავარკვიეთ. რომეო ნამდვილი გმირი არ არის. ხო, ეს ყველაფერი შოუ იყო და ბრაუს ამისთვის ფული გადაუხადა. ხო, ვიცოდი. ესე იგი ჩვენი გმირი გამოშკარავდა. აბა ამაზე რა სიტყვი? აბა დიანა, მიხვდი რომ მოგატყუოთ. რომეო, ესენი ვის ეკუთვნის? ფეხბურთელებო, ეს შეცდომა. დიანა, გოგოებო, დაწყნარდით. რომეო, ეს სიმართლეა? დიანა, ფეხბურთელების გჯერა, დიმა შენი ყოფილია. აბა თუ უბრალოდ შეშურდა რომ მე შენ გადაგარჩინე. რა თქვი?
რაც გაიგონო. არა, ისევ ეს კამათი. გოგოებო, უნდა გავაცალკეოთ. სმაილ, მან რატომ ზიხარ? მიდი დამეხმარე. ბავშვებო, დავა იქეთ ეს ვიდეო გამოიწერთ, არქი და დაჭერეთ. ახლა უნდა წავიდეთ და გავაშვალოთ. კარგად.